გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ. კანის ინტენსიური დატანიანებისა და სიჯანსაღისთვის. ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში. გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო. კეტონალი დუო სწრაფად და ხანგრძლივად აყუჩებს ტკივილს. გამოყენებისას გაიცანით ინსტრუქციას გვერდითი მოვლენების შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად მიმართეთ ექიმს. გამარჯობა მოგესალმებით ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე ძვირფასო ტელემაყურებლებო მინდა ვისარგებლო შემთხვევით და კვლავ მადლობა გადაუხადო ყველა იმ მოქალაქეს რომელიც გამოეხმაურა ჩვენ თხოვნას და გვერდში დაგვიდგა ფინანსური კრიზისის დროს შეგახსენებთ ვისაც გაქვთ სურვილი რომ გვერდში დაუდგეთ ჩვენს გადაცემას შეგიძლიათ იხილოთ ინფორმაცია ნებისმიერი ჩვენი ვიდეოს კომენტარებში ვანო შოუს Facebook გვერდზე და YouTube არხზე. აქვე დამატებულია სპეციალური რეკვიზიტები ემიგრანტებისთვის და შეგიძლიათ კომენტარებში ნახოთ. განსაკუთრებული მადლობა ემიგრანტებს გულშემატკივრობისთვის, აქედან მთელი გუნდის სახელით. ვიწყებ მონოლოგს და მინდა გითხრათ რომ დღეს არ ვიწყებ ტრადიციულად. სოლიდარობას რო უცხადებდი სინდისის პატიმრებს. ნახოთ ირაკლი კობახიძის განცხადება და მიხვდებით რატომ არ ვიწყებ ამით. არავითარი დარბევები არ ყოფილა. ეს არის ტყუილი. გესმით ხალხო, ანუ ეს დარბევები ცემა ჩვენი გუნდის წევრი ონისე ცხადა ჯერ რომ დაარბიეს, რომ ცემეს და მე რომ დაიჭირეს, ეს ყველაფერი ტყუილი ყოფილა ხალხო. ტყუილი ახლა კაცი ამბობს და ხო არ აქვია, ხო უნდა დავიჯეროთ, ტყუილს ხო არ იტყვის, ხო? სულ ტყუილად უცხადებდით სოლიდარობას სინდისის პატიმრებს. ერთი წლის განმავლობაში. ონისეს სამსახურში მოდით დროზე, გაცდენა თუ გინდოდა მოგეფიქრებინა სხვა რაღაცა, კაცო. რას ჩააგდეთ ეს ქართული ოცნება უხერხულში და საერთაშორისო იზოლაციებში, სანქციებსაც ტყუილ უბრალოდ უწესებენ. რის გამო? აი ამ ხელა სიცრუის გამო. ამათ მალე შეიძლება თქვა რომ ეს დარბევები კი არა, ეს იყო მსუბუქი მასაჟი სპეციალური რეზინის ჯოხებით და მაღალი წნევის წყლის აქვა სპა პროცედურებიო. ასობით სპეცრაზმელი რომ თითოეულა კაცს სცემდა, ეგ ხალხისთვისაა დარბევა, თორე სპეცრაზმელისთვის ჩვეულებრივი დილის რუტინაა. დილის კარდიო ვარჯიში ხარებასთან ერთად. მართლაც რა დარბევა ეგ იყო ხალხო, ძირითადად სახისძვლები დაუმტვრიეს ხალხს და ჟურნალისტებს თავები დაუტეხეს და დარბევა და ადამიანების დასახიჭრების გარჩევა ხო უნდა შეგეცნოთ. ხალხო, ყველაფერი ხომ არ უნდა გავაბუქოთ არა? მოდი გავმიჯდოთ დარბევა და დასახიჭრება. ორი სხვადასხვა რაღაცა არის. ორი სხვადასხვა. BBC-ს საგამოძიებო ჟურნალისტური სიუჟეტის შემდეგ ქართულ ოცნებაში ყველაფერს უარყოფენ რომ გამოიყენეს აკრძალული ქიმიური საშუალებები. ნახოთ რა კომენტარს აკეთებს ოცნების წევრი ლადო ბოჟაძე. ქიმიის ნუ გეშინიათ. წყალიც ქიმიურია და ქიმიური შემადგენლობა აქვს ყველაფერს საერთოდ. ანუ ქიმიური შემადგენლობა ყველაფერს ნუ გეშინიათ. ლადო მართალია. ქიმია ყველაფერი, კაცო. რას ჭამთ, რას ვსვამთ, არ ვიცით ადამიანება. და თუ ამ მომწამლელი ელემენტების გამო აქციაზე გონება დაკარგეთ, ან თავბრუნ დაგეხმათ. ნუ გეშინიათ, ეგ დედამიწის ბრუნვის ბრალია, ფიზიკა ყველაფერი, ფიზიკა. ლადო მეცაც გეტყვით, ის წყალიც ქიმიაა თქვენ რომ გაქვთ შემდგარი. ახლა მთავარია ამ შემდგარი ქიმიური ნივთიერების შემდეგ, როდის მოხდება თქვენი ფიზიკური გასროლა ნიუტონის გრავიტაციული კანონიდან თავისუფალი აჩქარებით. გეუდრის GM შეფარდებული R²-თან. აი ამას ველოდები. ძალიან საინტერესოა BBC-ის სიუჟეტზე სუსის გამოძიება, სუსმა დაიწყო გამოძიება, დაკითხა 90 ადამიანი, 90 ადამიანამდე მგონი და არც მეტი, არც ნაკლები 4 დღეში დახურა საქმე. არანაირი ქიმიური ნივთიერება არ გამოუყენებიათ აქციების დარბევისასო. ასე სწრაფად ძვირფასო მეგობრებო, ქოცებს ჯერ არაფერი გამოუძიებიათ. თან 4 დღეში 90 ადამიანი დაკითხეს. ესე იგი მე როგორც ვიცი თითო ადამიანის დაკითხოს ხოლმე ზოგადად უნდა 1-4-5 საათი და ამათმა 4 დღეში 90 ადამიანი დაკითხეს. ანუ
ასეთ რეზონანსულ საქმეს, რომელსაც BBC მთელი წელი იძიებდა და ფაქტებს დებდა, ამათმა 4 დღეში მოაყომარეს და დახურეს. ბიჭო, რეესტრში რომ რაღაცა საბუთი გინდა, იმას ჭირდება 5 სამუშაო დღე. და ამხელა რეზონანსული საქმე 4 დღეში რანაირად გამოიძიეთ გამაგებინა. მაგრამ პრინციპში ახლა ეს 4 დღე რა საჭირო იყო მართლა, ან ეს 4 დღეც რა საჭირო იყო. ხო, სუსის დასკვნა რა თქმა უნდა სარწმუნოა. ვერც შეედავებით. თქვენ ასწავლით ახლა მაგათ რით დაწამლეს ხალხი. იციან და ახლა დადეს ჩაულებს დასკვნა იციან. ქართული ოცნების წევრებმა უფრო აქტიურად დაიწყეს დასავლეთის ლანძღვა, ნახოთ ევროპის ქვეყნებზე სახალისო შეტევები ამ კვირის. შემოგთავაზებთ ირაკლი კვირცხალიას მკაცრ განცხადებას. საკუთარ ქვეყანას მიხედეთ, საკუთარ ხალხს მოусმინეთ. ირაკლი კვირცხალია ბრიტანეთის მთავრობას ელაპარაკება. აბა ვნახოთ ლევან მახაშვილის გალაშქრება საფრანგეთზე. ლევან მახაშვილის საფრანგეთის რეზოლუციაზე რაც უნდათ ის მოითხოვონ, თავზე ეშლებათ ქვეყანა. საფრანგეთის მთავრობას თავზე ეშლება ქვეყანა. მე პირადად ჩემი თვალით რომ არ მქონდეს ნანახი რამ ძიმე მდგომარეობა საფრანგეთში არ დავიჯერებდი. ეხლა ვიყავი ჩასული ამ გამვლელ ქალს ვკითხე, გავაჩერე ქალი და ვკითხე, მოგწონთ მაკრონის პოლიტიკა თქო და იცით რა მიპასუხა? აბა რა გითხრაო, კრუასანი გვაქვს, კრუასანსა ვჭაამთო. ტრიუფელი გვაქვს, ტრიუფელსა ვჭაამთო. დაქცეულია საფრანგეთის ეკონომიკა, მშიერია ხალხი, პურის ფული არა აქვს, კრუასანებს ჭამენ. კრუასანებს ხალხი. ანუ ბრიტანეთმა თავის თავს უნდა მიხედოსო და საფრანგეთს თავზე ეშლება ქვეყანა. ანუ ზესახელმწიფოებს ელაპარაკებიან ადამიანები, რომელთაც სახეზე ჩვენც კი ვერ ვცნობთ ვინ არიან. მართლა არ ვიცი ეს ვიღაცა არ ვიცი, მახაშვილი თუ რა კვირცხალი თუ რა არ ვიცით ვინ არიან. აი როგორი დაუმახსოვრებელი ხალხია იცით, აი გადადექისაც რომ ვერ ეტყვი, იმიტომ რომ ისიც კი არ იცი სად დგას, საიდან უნდა გადადგეს. აი ეგეთი ადამიანები ლაპარაკობენ. ბრიტანეთის საზოგადოებრივ მაუწყებელს BBC-ს ქართულმა ოცნებამ საკუთარი პროპაგანდისტული არხი დაუპირისპირა. მოდით ვნახოთ რაში გამოიჭირეს BBC რუსთავიორმა ვნახოთ. რა გამოიძია ბრიტანეთის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა BBC-მ, რომლის აბრევიატურაც უცნაურად ემთხვევა რომ ბენზილციანის შემოკლებულ აბრევიატურას ასევე BBC-ს. როგორი სასიკვდილო დარტყმა მიაყენეს BBC-ს ხედავთ? ფაქტიურად ჩამოშალეს ეს ვითომ მედია გიგანტი. ხედავთ ხალხო, სად გამოიჭირეს BBC ეს აბრევიატურა ემთხვევა იმ ქიმიურ ნივთიერებასო. ისე რომ დავაკვირდი BBC-ში ბაკურ-ბაკურაძეც ემთხვევა პირველი 200-ო. BBC, ანუ ბაკურ-ბაკურაძე, BB და C, ბაკურ-ბაკურაძე, C-ზე რა შეიძლება, რა სიტყვა იწერება, ბაკურ-ბაკურაძის სიმკაცრე, აი ესე, BBC, ან ბაკურ-ბაკურაძის სილამაზე, BBC, ესე. ჩვენც ესე გავშიფროთ. ბაკურ-ბაკურაძის სილაზე, სინარნარე. სინარნარე შეიძლება, ბაკურ-ბაკურაძის სინარნარე, ანუ BBC. ეს ვიდეო რომ ვნახე, აი რუსთავიორის მიმართ დაახლოებით როგორი გრძნობა გამიჩნდა, იცით, ძვირფასო ტელემაყურებლებო, აი სათუთად მოვლილ მანქანას რომ გამოცვლი და მერე გაიგებ რომ შენი ძველი მანქანა ახალმა მებატრონემ დაამტრია. აი ასე ვარ ეხლა სადღაც აი ესე ვარ რუსთავიორის მიმართ, სადღაც მაინც მენანება, მიხვდით, მენანება დაახლოებით 17 წელი გავატარე ამ ტელევიზიაში. ევროპა და სრულიად ცივილური სამყარო ხომ მოვიმდურეთ. არც მეზობლებთან გვაქვს კარგად საქმე, უკვე აზერბაიჯანთან და სომხეთთანაც დაეძაბათ ურთიერთობა. პირველი ტვირთი უნდა გაეგზავნა აზერბაიჯან-სომხეთისთვის და სავარაუდოდ რუსეთის დავალებით 400%-ით გაუძვირა საქართველომ ამ ტვირთვის გადაზიდვა. მე რო გეუბნებოდით რომ ესენი რაღაცა უბედურებას დამართებენ ამ ქვეყანას, თქო არავინ მიჯერებდით. სოფლიო ლიდერები კი არა, აგერ უკვე მეზობლებსაც ეზიზღებათ ესენი. მალე ქართული ოცნება იქნება კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანივით. არავინ რო არ ეკარება და კართან საჭმელს რო უტოვებენ და რო გარბიან. აი ასეთ მდგომარეობაში ჩაგვაგდებენ ყველას და ამ ქართულ ოცნებას. ეს გაუკეთეს ქვეყანას, რომელმაც რუსეთმა რომ გაზი გაგვითიშა, გაყინვისგან გვიხსნა. აი ამ ქვეყანას შესთავაზა კობახიძემ 400%-ით ძვირი ტარიფი. მე მგონი რაღაცა გეშლებათ, ქოცებო. ბოლო-ბოლო თქვენ
ალიევი ბერდიას იჭირავა ხომ არ გონიათ სტუდიიდან რომ გაბრაზდება და გაბრაზებას რეკლამის მეტი არაფერი აღარ მოყვება ხოლმე ამ ყველაფერს ალიევი ცოტა უფრო სერიოზული ფიგურა მეჩვენება მე ასე ვფიქრობ გადავიდეთ შემდეგ თემაზე ნუ გონიათ რომ ქართული ოცნება პარტნიორების გარეშე დარჩა მესმის რომ ყველასთან ცუდი ურთიერთობა მაგვარს ჩვენ ყავს ჭეშმარიტი პარტნიორები ნახოთ მაღალი დონის შეხვედრა სონღულაშვილი კენიელ კოლეგას შეხვდა ძვირფასო მეგობრებო ეს არის ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის მინისტრი უეჭველი კენიასთან რაზე უნდა შეხვედრილიყო უეჭველი ახალ ბაობაბებზე გააგზავნა ბიძინამ იმიტომ რომ არ ამგონია კენიასთან ქართული ვაზის ჯიშების გამრავლების საკითხზე შეხვედროდა მე ესე ვფიქრობ შეხვედრაც ძალიან მალე დამთავრდაო ესე მითხეს შეხვედრის დეტალები ვიცი ესე ხო მივიდა ეს და ჰაი ბაობაბი yes ხუთი ბაობაბი ხუთი ოკეი და ესეთ შინაარსის იყო და ესეთ დამთავრდა აბა სხვა რა უნდა გვაკავშირებდეს კენიასთან მე არ მესმის ძვირფასო მეგობრო რამდენიმე დღის წინ პარლამენტმა დაამტკიცა განათლების რეფორმა რომელიც სპეციალისტების და პროფესორ მასწავლებლების შეფასებით უკან გადადგმული ნაბიჯია მაგრამ ჩვენ კომპეტენტური ადამიანების აზრი გვაინტერესებს ხვდებით ამიტომ ნახოთ ვიდეო რას ამბობს განათლების კომიტეტის წევრი გენო პეტრიაშვილი ძვირფასო მეგობრო ესე იგი ჩვენ მოსწრეები გავხდით ძალიან დიდი და ძალიან ქართული საქმისა რასაც გვია ჩვენი სტუდენტების უფასო სწავლა განათლების მიღება ესეთი მსგავსი პრეცედენტი არ ყოფილა ჩვენი ქვეყნის ისტორიაში და მინდა ვთქვა რომ ეს არის ჩვენი გუნდის ძალიან დიდი დამსახურება და დიდი მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენთაგანს თითოეულ გუნდის წევრს ლიდერს იმისთვის რომ ესე ზრუნავს ქართულ ახალგაზრდებზე და სტუდენტებზე და ეს მართლაც ქართული და ძალიან ეროვნული საქმეა მინდა გითხრათ მადლობა მინდა უთხრა თითოეულ ჩვენთაგანს რომ აი ამ რეფორმისთვის მადლობა თქვენ მეც მადლობა პირადად და მადლობა გენო რატო არ აკმასუხობ გენო მადლობა თქო მე თვითონა ვარ გენო არაფრის გენო არა მადლობა აბა მე აქ რისთვისა ვარ ახლა რა ჯიგარი ხარ გენო კარგად კაი სიტყვა იყო მაგრამ გენო ეს განათლების რეფორმა ახლა შეცვლის სწავლის დონესა ფუნდამენტურად ახლა ეგ მაინტერესებს შეცა კიდე ცოტა მკაცრად უნდა უთხრა თქვენ ჩემიზება თქვენ რა ბალღების განათლებას რომ მიახდი რა აი ამ პროფესორ მასწავლებლებს არ უნდა გადამზადება ეგეც უნდა დავისახოთ პრიორიტეტათა უნდა გეთქვა იქა უნდა გელაპარაკა კარგად ნუ ხარ ესეთი მორიდებული ისე აქ ორი ვარიანტია ერთი ის რომ პეტრიაშვილი საკუთარ თავს მადლობას უხდის და მეორე ის რომ პირველ და მეორე პირში საუბარი ერევა ორივე შემთხვევაში განათლების რეფორმას ამაზე ნაკლები ინტელექტუალი არ უნდა აფასებდეს ძვირფასო მეგობრებო გენო პეტრიაშვილმა რა ვიცი დიდი განათლების მინისტრი დაახეთქოს ზურგზე მოგვერდით რა ვიცი სხვა რა უნდა გააკეთო ძალიან გთხოვთ რა სხვა დამატებით პასუხისგებლობას ნუ არ აკისრებთ იწვის ამის ცოდით მთელი საქართველო არ შეიძლება რამე ეგეთი საჭიდაო თუ არის შეგიძლიათ ჩართოთ და განათლების რეფორმაზე ნუ გვესაუბრებიან განათლებული ადამიანები მიუხედავად ამდენი საფიქრალისა ქართული ოცნება ყოველთვის ფიქრობს საკუთარ მოსახლეობაზე ნახოთ გორის საკრებულოს ახალი ინიციატივა დემოგრაფიული პრობლემის მოსაგვარებლად და წასახალისებლად მეხუთე შვილზე 5000 ლარი მეექვსე შვილზე 6000 ლარი მეშვიდე შვილზე 7000 ლარი და ასე შემდეგო ახალი ფულსაძლევი ხავს ესე იგი 10 ბავშვზე 10 ბავშვი მე-10 ბავშვზე უკვე 10000 ლარია ხალხო აბა იფიქრეთ 20 ბავშვზე 20000 ლარია 30 ბავშვზე 30000 ლარია და 50000 ლარად უკვე კაი მარშრუტკას იყიდის ადამიანი და ესე 30 ბავშვი რო ატაროს წინ და უკან და 70 ბავშვზე წარმოიდგინეთ 70000 კაი ოთახნახევრიანი ბინაც მოგივა ეს 70 ბავშვი რო აცხოვროს სადღაცაც ხო უნდა იცხოვრო რა ადამიანი და ზოგადად ეხლა რა ვიცი შეგიძლიათ 30 ბავშვზე მანქანაც იყიდო და გაიქცეთ უბრალოდ სახლიდან რა აი ბევრნაირი ვარიანტია ორი დღის წინ პარლამენტმა მიიღო კიდევ ერთი არაადეკვატური ანტიკონსტიტუციური კანონი მოდით ნახოთ კანონის შინაარსი საფეხმავლო გზის ხელოვნურად გადაკეტვა 15 დღიანი პატიმრობას გამოიწვევს განმეორების შემთხვევაში კი მოქალაქის სისხლის სამართლის წესით დაისჯება
უკვე ბორდიულზე დგომასაც კრძალავენ ძვირფასო მეგობრებო, ისეთ მარაზმშია გადავარდნილი ქართული ოცნება, რომ შეიძლება რუსთაველის გამზირი კონფლიქტის ზონად გამოაცხადონ და რუსებივით მავთუხლართები გააბან. ანუ ბორდიულზე მიმავალი თუ შემთხვევით თასმების შესაკრავად დაიხარა, რომ გასწორდები შეიძლება ციხეში იყო, იმიტომ რომ მოძრაობა შეაფერხე, ამის გამო იჭერენ, რომ მოძრაობა თუ შეაფერხე ბორდიულზე, ჩვეულებრივად მოდიან და 15 დღე გაპატიმრებენ. ეგეთი, რა ვიცი, რამდენი ქვეყანაა, 200 ქვეყანა არის და რავი, ჩამოვრეკოთ, ყველა ქვეყანაში არის ხალხო ეგეთი რამე არსებობს, მე არ ვიცი. აი ახლა არის საჭირო დიდი პროტესტი, მე თუ მკითხავ, მაგრამ ოპოზიციის მთავარი ბირთვი ციხეშია, ხოლო დანარჩენი ნაწილი ხალხს იმიტომ ვერ იყოლიებს, რომ ვერ იმახსოვრებენ ვინ არის, ვინ რომელ პარტიაში, მართლა მეც ასე ვარ, იმიტომ რომ ვერ ვიმახსოვრებ ხალხო, გამოდიან ოპოზიციის უკვე ახალი ლიდერი, მაგრამ ვერ ვიმახსოვრებ, მართლა ასეა. თან რომელიღაცა პარტიის გაურკვეველი სახე რომ იძახის, რომ რომელიღაცა პარტიის გაურკვეველ სახეს საერთოდ არ დავდგებიო. ეგ ხომ საერთოდ მაბნევს. ვინ ვისთან არ დგება უკვე ვეღარ ვერები. ამიტომ რომ გავიგოთ ვინ სად არის და ეს ყველა დაუმახსოვრებელი სახეები უნდა ამოვშანთოთ პარტიის ლოგოებით სახეზე, იმიტომ რომ დამახსოვრებით შანსი არ არის დავიმახსოვროთ, იმიტომ რომ 5 წელია ეკრანზე არიან და განსხვავებული ნაკვთიც კი არა აქვთ და ამიტომ ეს შანთით უფრო აი მივხვდებით ვინ რომელი პარტიის წევრია და საით რა პოზიცია აქვს, მოდი ესე ვთქვათ. ოპოზიციონერები მოკლედ ერთ სიტყვით პლასტიკური ქირურგიის მსხვერპლებს მაგონებენ ყველა ერთმანეთს გავს. ვეღარ ვასხვავებთ ვერავის ვერავისგან. მაგრამ ამბიციები კი აქვთ დაბერილი. ეც არ მოვიკვდა. უკვე ბორდიულზე ვერ გააკეთებ აქციას. რა ვიცი, კიდე რა უნდა ქნან, ეს ოპოზიციას არსად ჩანს. ქუჩას მინჩივის, გასაპროტესტებლად თოქ-შოუ სტუდიაშიც კი აღარ მოდიან, ეზარებად სახლიდან გამოსვლა და ძირითადად უფრო ჩართვებზე არიან ხოლმე ამ თოქ-შოუებში. ამიტომ მე ვიცი რაც უნდა გავაკეთოთ. ოპოზიცია კი არ უნდა მოერგოს ხალხს. ჩვენ ხალხი უნდა მოვერგოთ ოპოზიციას. აწი ყველა უნდა შევიკრიბოთ ოპოზიციონერების სახლებთან. ისინი 1-5 წუთით გადმოგხედავენ აივნიდან. 5 წუთით იმიტომ რომ ცივა უკვე და დიდი ხანი ხა გარეთ ვერ გაჩერდებიან. ამ 5 წუთში სიტყვიერად დაგმობენ ქოცების უმსგავს ქმედებებს და ხალხით წავალთ ჩვენ გზაზე. ამ კონკრეტულ სიტუაციაში ოპოზიციას ფიზიკურად მეტი არაფერი შეუძლია ძვირფასო მეგობრებო და მთავრობის მოსაყანყალებლად ეს აქტივობაც საკმარისია. ამიტომ ყველანაირ კანონს და ყველანაირ ოპოზიციას მოვერგებით ხალხი. ამიტომ ვერ მოგვედებიან. ადრე ვერ მოგვერევიანს ვამბობდი ხოლმე, მაგრამ ამ მდგომარეობას ეს უხდება, ვერ მოგვედებიან. რა ვიცი, ისეთია ცოტა რაღაცა ისეთი ჰაეროვანი სიტყვა უფრო. ვერ მოგვედებიან. დიდი მადლობა, ეს იყო ჩემი მონოლოგი, იმედია სულ მალე ჩემს შოუს მუსიკალურად გააფორმებთ ბენდი თამბელეკების ვიწყებთ. მადლობთ. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია მსახიობი ონისე ონიანი. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის წამდგენია კომპანია PSP. PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მისი ინტერესებზე ზრუნვაა. PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი. გადაცემის სპონსორია კეტონალი ექსტრა, კეტონალის წყალში ხსნადი ფორმა. ასევე გადაცემის პარტნიორია Pinex-ში, ამანათები ჩინეთიდან, ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. დეკემბრის სპეციალური აქცია Pinex-ში. დარეგისტრირდი Pinex-G-ზე და დღესვე მიიღეთ 2 კილოგრამი ამანათის სრულიად უფასო ჩამოტანა. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე. გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. აქვე კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ, ჩვენ შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები, ნომერი 345 და მარტივი ნომერი 45. ასევე შეგახსენოთ, ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს.
ვაგზელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ შეჯიბრი კაფიებით. ამჯერად ერთმანეთს შეჯიბრებიან ქოციაური და აქციაური, ესე დავარქვით. მოგესალმებით, მეგობრებო, დღეს ძალიან კარგი შერკინება გვაქვს. დიდი მადლობა რომ მოიცალეთ. ქალბატონი თათია აქციაური და შიოლა ქოციაური, ესე დავარქვით, ხო? ეგრეა, ბა. ერთი სული მაქვს, ანუ როდის დავიწყო? როდის გადავთელა? ანუ აქამბავს დავატრიალებ, მიმიქნებს უეფსი. მიტერიში დავტრიალებ. კარგი ბატონო, ბატონი შიოლა დასხეთს. დავიწყო? დასხეთ. მოგესალმები ურჯულო. დიპსტეისისგან მართულო, შეუსამშობლო დიაცო ქუჩაში მდგარო ავსულო. აქციას მდგომი ასფალტზე წაუშვი როგორც კარაკი. ცემე, მეპურე ექიმი ტაქსის მძღოლი და დალაკი. ხავსუ თვალებში ვაფქვიე, შხამების მთელი მარაგი. ღმერთო გვიბრავლი ასეთი სიკეთიცოზე ქალაქი. ძალიან დიდი მადლობა, არაჩვეულებრივი იყო თქვენ. ენა ჩაიგდე ცხრის დუმავ. გადაპოხილო თავითა. ქუჩაში ხალხი დაწამლე, ვადა გასული შხამითა. შიგნიდან არის ეშმაკი, გარედან ანგელოზია. ქოცი წოდება არ არის, ქოცობა დიაგნოზია. ვაიმე, ისე ძალიან ხოთა. შეარბილეთ თორე ამისი მდგომარეობა, ვიცით მე როგორ აყოლილი ხარ ფეხის ხმას. ტელევიზიას მტრისისა. BBC თვითონ შხამია ბრომბეზოსიანი თისისა. არავინ არ მოგიწამლავს. twin გაგიტელეს თივითა. სამკურნალოა ის გაზი. ახტალის ტალახივითა. აბა თქვენ ასე პასუხობთ. ახალგაზრდობა დაწამლეთ. კვლავ ქოცად გიფეთს გულიო. ახლოს მოსვლაც არ ჭირდება, ისე ხარ შენი სულიო. კიდევ აქეთ რომ გვაბრალებთ, ბუზი გახადეთ სპილო, ადამიანიც არა ხარ, შემართლა ღორის ტილო. ბანო, უეფს ჩავატარე ბანო. არა, ბატონია, პატივია. არავინ დაგვირბევია, არავის ემტერებოდნენ, უბრალოდ სპეცრაზმელები ფეხებით ეფერებოდნენ. იცოდეთ სპეცრაზმელებსაც, გვაქვს ბონუსური სისტემა, რაც უფრო კარგად გავლახავთ, ბონუსიც უფრო იზრდება. მუშტები ცემა 10 ლარღილს, იდაყვი უკვე 20-ია, ასე მდიდრდებით ბნელები, როცა მთავრობა ქოცია. კარგი იყო. ჩავატარეთ თუ არა? პროტესტს ვეღარ ჩაახშობთ, კიდევ უფროა გაზრდილი. თქვენი კამიტი რას მიზამს, ზუკოს წვენზე ვარ გაზრდილი. ტროტუარს დგომას გვიკრძალავთ, ასეთი არ მაქვს დახული, არ ვიცი შემდეგს რას კრძალავთ, წინასწარ იდი ხო რუსული არიცი. რუსული ხო არიცი. გულები გზებს სუდით ხო რა თავანო? არაფერი ისეთი არ უთქვამს. არაფერი, არა. არაფერი ცუდი. სითბი მოგეფერა თბილად და თბილად. თუ ცოტა გაზი გაუშვეს, ქოცნი ვამაყობთ ამითა. ხალხი დავწამლეთ ნამდვილი ანტიკვარული გაზითა. მეტი რა გაქნას მთავრობამ. წუწუნით უკვე გულს საკლავ. მე ძალიან კმაყოფილი ვარ, სუპი ვიქნება, სუპს ავჭა. ქვეყანა რუსებს მიჰყიდეთ. ტვინის ნაცვლად გაგჭურიო, რა უნდა გელაპარაკო, კაცი ხარ. მეძუძურიო. ესა გავიგე ვანო. კაი, გააგზავნე. ამდენი ხანი გიყურებ, 13 წელი ქოცი ხარ, ზედაც არავინ გიყურებს, იაფიანი ხარ. ვანო, ხო დავქრათ ახლა. ვანო ეხა ცხეს გადავაჯდები, აქამბავ დავატრიალები ცოდე. შავ დღეში გამაგატარებ. ქალო, მიდი გააგზერე თუ რამის თავი გაქვს. ხოცები ეს რა მაგატრე? სტროფები! დაუკრეფავში გადაგაკ! მე შენ განახებ! გაჩუმდი, არც მაგის კი არა გაქვს. ბიზნეს სიტყვის არ შეერად, ღმერთო ეს რა დრო დამიდგა, იცოდე არ გაპატიებ, ამ კერში რძე თუ ჩამიდგა. ევროპას არ ვაბლატავებთ, უმალ გაუჩენთ დარცაო, სანამ ქოცები აქავართ, კაცი ვერ ფაქინგ კაცსაო. აი ეგარი. დავსი თუ არა დახლის ნიშანი. ისევ ქოც როგორ ამართლებ, ნეტე ვიფიქრობ რითაო.
საფიხნოს თავში დაკიდებ კაცური ღირსებითო. ამბობ ევროპა არისო, გარყვნილების საზეობა. ამბობ თუ წახვალთ კაცებსო, ყველას მოგვიწევს გეობა. გონიშჯობს გაგაწყვეტინო, უსამართლობის დღეობა. რა სისულელეს ქადაგებს ეს ამოდენა. რა მოდენა რა? ვაჟა ბატონიო. ვაჟ ბატონიო, მოდი არ მინდა ეხლა ჭუბი და დავით არ მინდა იმეში ვარ ვეღარ ვეთმები ალბატონი ხარ ამოვიდა უკვე ძალიან დიდი მადლობა დამალოდა მე მოვალ დიდი მადლობა მოდი ახლა და მithomrები აკერა მოდი ახლა დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ შეგახსოვოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ გადაცემის წარმოდგენია კომპანია PSP-ს ძირითადი ორიენტირი მომხმარებელზე და მის ინტერესებზე ზრუნვა PSP ჩვენი ოჯახის აფთიაქი ჩვენი გადაცემის სპონსორია კეტონალი დუო ტკივილგამაყუჩებელი საშუალება ჭკვიანი კაფსულებით ასევე გადაცემის პარტნიორია Pinex G ამანათები ჩინეთიდან ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება დეკემბრის სპეციალური აქცია Pinex-ში დარეგისტრირდით Pinex-ზე დღესვე და მიიღე 2 კილოგრამი ამანათის სრულიად უფასო ჩამოტანა. ასევე ჩვენი გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს უბრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design-ი. InSpace Design-ი ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design-ი ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენმა შემოქმედებითმა ჯგუფმა შევქმნით ახალი გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნერი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზეც შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი და დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური პოლიტიკური ток-შოუ ოპოზიციონერ პოლიტიკოსთან ერთად და აქვე შეგახსენოთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობთ. ნახოთ მუსიკალური ნომერი. მეგობრებო, ბრუნდებით რეკლამიდან და მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი, მსახიობი, ყველასათვის საყვარელი მსახიობი, ბატონი ონისე ონია. მოგესალმებით. უღრმესი მადლობა, მე ყოველთვის მიხარია ხოლმე შენი გადაცემაში სტუმრობა, იმიტომ რომ გაცდი ხოლმე, იცი? გაცდი? რაღაცა რო ავკრიფო, ხო? აი ეს აგრო და მე უკვე რომ დაიცალო. ანუ მე ერთიანად მომიყვანა და დამფერთხავ, აი ეს ტომარას რო გადმოფერთხავ ბოლოს ქვილს და მე ისე გადააგდე, მე როცა იქნება აივსება, მე აი ესე ვარ. მე ვივსები შენ ბერტყავ და რა გამომივიდა. კაი. ხო და თუ რაღაცა თავის ყივილი რაღაცა კეტონალიც გვაქვს შეგვიძლია. კეტონალი კი არა და ისე გამეხარდა ჯერ ესეთი რომ კეტონალი სპონსორია. გიჟდები ზოგადად წამლებზე. ეს ყველამ უნდა იცოდეს და იცის ძალიან ბევრმა იცის და მე მიმალავენ წამლებს. მე შემიძლია დაყრილი წამლები აი ესე რო იყოს უყურადღებოდ მიღრილი წამლები მივიდე და მე მივიღო. ეს ღირსი ვარ ამისი მეკუთვნის არ გამომიწერა ექიმა ამაზე არ არის ლაპარაკი და ერთ დღესაც ხალხო ეს დაუგეგმავია ხა წამლება მოიტანეს თორე სულ არ ვაპირებდი ამის თქოს რატო უნდა გწოდნოდათ მე რა წამალი დავლიე რაღაც გარკვეული 1-4 წლის უკან ნუ აი რაღაც წამალი იდო რა ვიცი ეხლა ესე იღებ და ჩოვლებს ჩემს იმაში რა ქვია საძინებელ ოთახში მე და ჩემი ცოლი ცხოვრობთ იმ ოთახში და რაღაც წამალი ლამაზი იყო და თავარი ლამაზი არ იყოს წამალი თუ ლამაზია აი საერთოდ ის მიბნეს და მე მარტივ აი თავბრუ მე ხო და ეს წამლები ისე დავიან და რომელი ხდა მინდა ავიღე და დავლიე ნუ გაიარა არაფერი კაცო დავლიე რა ეს წამალი დავლიე და მე ხო გამეხარდა წავედი მე ჩემს საქმეზე შევედი იმ ოთახიდან გამოვედი ამ ოთახში იმ აბაზანიდან იმ აბაზანაში ჩავედი და უცებ ჩემ მეუღლე მეკითხება აქ წამალი მედო სად არის თქვენ მე დავლიე რატო? ნუ რა ვიცი ხო იცი რომ მიყვარს წამლები და რატო უყურადღებო თუ ეს შენი იყო და ჩემი იყო და იცი რის წამალი იყო? ისი. თქვა? თქვი. ჩასახვის საწინააღმდეგო. და მე ვაიმე დავიღუპე. აღარასოდეს აღარ მეყოლებაში.
ნუ კაი რას მიზავს მეუთხარი და არაფერს. ოდა იყოს მეუთხარი რა. იყოს და ხო, აი ესე რომ წამლები ძალიან მიყვარს, ეხლა შემიძლია დავყვე იქედა და სულ ყველა ეს ჩავასუფთავებ, ისე დავტოვებ, დაგტოვებ цаრიელზე. როგორც შენ მე მბერტყავ, ისე დაგიბერტყავ აქ წამლებს. მიირთით კაცო, მიირთით. შემარგოს, შეგერგოს კაცო. ეხლა რა არის იცი? ეს ჭოლას ისტორიამ რაჭაზე ძალიან დიდი ისეთი გამოხმაურება ქონდა, რეზონანსული ისტორია იყო. ძალიან დიდი გამოხმაურება ქონდა. კი ბატონო. ხო და ეხლა ეს მე ეხლა რადგან ეს მოგიყვანე, მაგრამ ეს კონკრეტულად მითხარი რა მოხდა? მეორე კამერიდან დანახული ამბავი გაინტერესებს. ეხლა მე მაინტერესებს მეორე კამერა ხო იღებდა. ეხლა ამ კამერიდან დანახული გაინტერესებს. სხვა კადრიდან მაინტერესებს. მოკლედ, ხო, ეს ისტორია მოხდა იმ დროს, როდესაც მე ჩემი იუბილეი იყო თუ რაღაც დაბადების დღე, რომელიც დაბადების დღე არ მიყვარს, ამაზე არ ვილაპარაკებ, რა თქმა უნდა და მოკლედ ლევანს უთხარი და სტუმრები იყვნენ ჩამოსულები და ლევანს უთხარი რომ მოდი დავიდეთ მეთქი, ძალიან კარგია მეთქი, ხო, ტაძარია თქო, ამ ტაძარში ხალხი მიდის ყოველ დღესასწაულებზე, ადიან, ლოცულობენ და თან რახან ეხა მარიამობა მოდის, ანუ ჩემი 27 აგვისტოს არის, ჩემი დაბადების დღე და მეორე დღეს მარიამობა, ზოგი წინა დღით ადის რაღაცა და სანამ აქ ყველაფერი გამზადდება და სუფრა გაიშლება და ყველანი ჩამოვლენ, მოდი ჩვენ ავიდეთ. შორს არისო და მე ვთხარი ჩვენ მანქანით ხო მივალთ რაღაც გარკვეულ ადგილამდე და იქიდან იქამდე კლდის პირას უნდა გავიაროთ სადღაც იქნება ესე 500 მეტრი თქო. აი მაშინ რატო არ გამიძვალდა ენამ? რატო არ მომეკვეთა ფეხები რა მათქმევინა 500 მეტრიო? აიო ხო და 500 მეტრი და ასე რომ წამოვიდეო და ფეხზე აცვია ტანგები. ანუ ტანგა ესენი როა ესე. ეს შლოპანცები, რა ქვია მაგას. თითგასაყრელი. ტანგა უფრო რაღაცა ესე თითგასაყრელი ესე და ამითი წამოვალ და ვიფიქრე ხა ამითი უნდა ავიდეს დაუშვათ ის მონაკვეთი, ქვები რაღაცები ყრია, არაფერი კაცო გადაივლის იმას და მოვა რა უნდა ეხლა. კი მეთქი მაგითი წამოდი. და წავედით, დავიძარით და მივდივართ და ამას ხედავ რომ დაწინაურებულია, ჩემზე წინ მიდის. მაგრამ იქედანაც მოდიან ძალიან ბევრი, როგორც მან აღნიშნა, მართლა იმიტომ რომ უკვე მოილოცეს და მოდიან. და ეს მოდის და ხანდახან აი შიგა და შიგ ეს ალმურმოდებული სახით აწითლებული ეს სათვალე უკვე მონჯღრეული ჩამოცურებული ასე გიჟივით ასე შემოიხედება უკან როგორც რა გითხრა დრაკონი ასე უკან მამოწმებს ეძებს ვიღაცას და სავარაუდოდ მე კი ვიფიქრე რომ ეს ახლა ალბათ მე მეძებს, მაგრამ მე შევეცდები რომ ჩვენ წინ ხო ხალხი მიდის და ის როგორც თავის ტრიალს დაიწყებს ესე სწრაფად ვერ მოატრიალებს, იმიტომ რომ ძალიან პატარა ბილიკია და შეიძლება აქედან და აი ძალიან მალე დაიკარგოს მისი ხმაც. და აი ეს მე უცებ ესე გავიწევი რომ ამ ადამიანს ჩამოვეფარ და ვერ დამინახოს რა. ხო და მე დავიმალებ. ნუ ცოტა ხანში ესე და უცებ ვხედავ რომ იქედან მომავალმა ხალხმა გააჩერეს. ეს ისედაც არ მიქროდა, მაგრამ მაინც იმათმა გააჩერეს. და მე არ მინდა ჩემი სათვალე დაზიანდეს და ასე უცებ ეს ხალხის გროვამ ესე აიწყდეს კლდეზე. როგორც ამირანდი აპირებ რომ ეს მიადო ვაიმე მე დაანებეთ თავი დაანებეთ მე მომკლავს თუ გადარჩა მე მომკლავს აი მე ამ დღეში ვარ ხო და აი ესე და უცებ თვალს სადღაც აი ამ ხალხი რო ყავს ესე ხო აი ამ თვალს ამაში აძრენს ეს თვალი ესე შვება სად არის ის დამა აი მომკლას ხო მე ესე მგონია რომ უნდა მომკლას და ალბათ ესეც არის და მესმის რომ ვაიმე ბატონო ლევან შეიძლება სელფი გადავიღოთ ხო და უცებ ესე აქედან ეს კლდე აწუხებს იმიტომ ეს თავი მიაჯაჭვეს ზემოდან ამ ხალხმა და
არ არის მეტი ადგილი, კაცო, 14 ადამიანი ყავს ასე მიწეპებული ზედ. და ესე ვიღაცამ გაყო ესე ხელი, ვიღაცამ ესე და ესე მოაშვირა მისკენ ეს ტელეფონი და ეს არც ჩანს. ხო და ამოილუღლუღა რომ გაიწვია შენ ცოტა იქეთ რომ მეც გამოვჩდე. თუ ჩემთან გინდა სურათი ცხადია. ხო და არა ჩახარ რადენო ქოჩორი ხო უჩანდა. ასე თმა უჩანდა ხუჭუჭა ბულულა. და ესე გადაიღეს და მოშორდა ეს ხალხი უთებიცინ იქა ადგილობრივები იყვნენ და უფრო კარგად დადიოდნენ ამ ბილიკზე, მაგრამ მან მისი სვლა უფრო დაამძიმა. ისევ თავის ტრიალი იწყება და მე ვერ გადაურჩები, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც ჩვენ შორის იყო, ის მათაც გამასწრეს. და ესე შემომხედა, ალი გამოუშვა პირიდან, ესე მე ესა არის ესე ჩემა პლასტიკა მიშველა და გადამარჩინა ავისხლიტე და სადაც მივალთო ალით დაეწერა სადაც მივალთო იქ მოგკლავ შენო და ბევრი ძახილის ნიშნები და მე აი როგორ გადავირჩინო თავი არ ვიცი და ნუ ბოლო ავახციეთ მესვის ღმუილი მე დღეს აქ მსხვერპლის სუნი მცემს. აი ღმულში მესმის ეს სიტყვები, რომ მე დღეს ონის ეს დავახჭობ. მე მას მოვკლა ისე რომ აქიდან რომ გადავაგდებ ის ესე დაიშლება. საერთოდ არაფერი მისგან აღარ დარჩება და რა ვქნა და უცებ დავინახე ბავშვები. მოდი შვილო ჩემთან, შენც მოდი. ბავშვებიან სხვა არ კლავენ. ხო, ბავშვებიან სხვა არ მოკლავენ. ამიტომ ავიხუტე თუ რამე ბავშვის რაოდენობა იყო, ყველა მყავს, აი აქ, ესე მყავს და ამოვდივარ ამაყი, მეთქი ამაყი მოვკვდებ. ხირსეულად შევხვდე სიკვდილს, ჩავხედე თვალები და უცებ ესე მოიხედა და ასე ვიყო. ეს უბედური ჩემზე უარესში ყოფილაო. და აი აქ დამთავრდა ყველაფერი. მე სიხარულით მას ბეჭზე ხელით შევეხე. ავიღე მისგან ენერგიები, შევედი და ვილოცე. რომ გადავჭი. ნუ რა ვიცი, აი საოცარი ამბავი იყო მართლად. მე ამას ყვება, რაჭას ახსენებ თუ არა, ამას სუყვება. კაია. შენი ამბავი ის არის, რომ ძალიან სწრაფი ხარ ცხოვრებაში. ანუ თვითონ ტელემაყურებლები ონისე არის ჩვენს გვერდზე ოთახში და მე ონისე აი არ მინახავს არასოდეს რომ ნელა გადაადგილებული იყოს. ანუ მუდმივად რომც არ ეჩქარებოდეს ეს აქ აი რაღაცა ინსტინქტურად აი სულ სწრაფად მოძრა. ანუ ფაქტიურად სწრაფად ცხოვრება. ხო. და რო გეჩქარება რა შვები, ჩქარა მიდიხარ. და ჩემი ცხოვრება სულ ჩქარია. ხო. აჩქარდა. სამსახურებში სულ გეჩქარება სადღაც უნდა გაიქცე. კი ბატონო. მესმის რომ გეჩქარება, მაგრამ აი ამ ქალაქში ჩქარა როგორ უნდა მიხვიდე სადმე აი ვაიმე ეგ არის ჩემი ტანჯვა. საჭესთან მარტო ზიხარ. და გეჩქარება და წინ მიდის. მანქანა მიდის, ახლა წინ პირველი შენ ხო არ იქნები სულ, კაცო ვიღაცა მიდის და არ მიდის. არასოდეს არ მიდის. არასოდეს არ მიდის და რატო? აი ესე. ეს ტელეფონი ხო შეიძლება? აი ესე. ავიღე და მე კითხე მაინც რა ვიცი, სანამ არ აიღებ კი არ უნდა კითხო მანამდე და ესე ხო მიდის. ესე და მე გადავალაკეთ, ესეც გადმოვა. გადმოვა. წადი, ესე მე აქედა წადი, არ მიდის. ეს და ბოლოს სადღაც მომეცემა საშუალება რომ ამას უნდა ჩაუქროლო და აუცილებლად უნდა გავხედო. რომ რა შვებ. და ეს ტელეფონი. სკროლავს ხალხო. ძალიან გთხოვთ, განებეთ მაგას თავი. სახში ასკროლეთ, მანქანაში საჭებართეთ. მორჩა. ეს არის რაღაცა წარმოუდგენელი რამე. ჩემი საყვარელი ამბავი არის, როცა მე ხა მაგალითად ხო ჩვენ ისანში ვარ და ქალაქის მეორე ბოლოში უნდა წავიდე. ხო, ყოველდღე მოვდივარ კახეთში. ხო, კახეთიდან უნდა დასავლეთში უნდა აი ესე ფაქტიურად აი დრო
რამდენიც უნდა გავიარო, აი მაგალითად ხო ქუთაისში 2 საათი უნდა ჩასვლას და ჩემს სახლამდეც აქედან 2 საათი უნდა. კი, მეც 2 საათს ვამდობებ ჩემი სახლიდან აქ. ხო და ანუ ყველაზე მაგარი ამბავი არის რომ აი მაგალითად შუქნიშანთან საბი მანქანის უკანოდ გახარ შუქნიშნის. და ვიცი რაც უნდა მკითხო. და წინ რო არ მიდის და აი უნდა გავიდეს, მაგრამ თვითონ ეს ნელა და შედაგტოვებ. აი რა გააკეთა? რატო გააკეთეს? აი ეს რო გევარ და მიდი ბიჭო. მიდი ბიჭო, გადი. შემატკირო, მიდი ბიჭო. მეც გამიჩი რა. გავხეთებ შენ წადი და მეც წამოვა რა. მიდი რა. ნელა. ჰადა. იმან პუმ და მესამე პუმზე წითელმა პაუ გავარდა და მე რატო დამტოვე? გინდოდა. გაგეშუმეთ. მე ხო მეჩქარება, მე ხო ვაგვიანებ. კი, რატო არ მეჩქარება? რატო არ მეჩქარება? ესეც არ გააკეთოთ ხალხო. იცი რა უნდა კითხო, ისე მაგალითად ხო გადაცემებში დადიხარ ხოლმე ხშირად. ხო. და აი მაგალითად ხო თუ გადიხარ მანამდე კონსულტაციებს რა? ხო, იცი რა რაღაც რომ მითხარ რომ იქნება ხვალ მოხვიდე ჩემთან გადაცემაში, მე მეგობრებს, ახლობლებს, ყველას ვეკითხები რომ აი რა შეიძლება მოუყვე, თქვა სადაც მინდორ შესაბამისად რა, მოვსინჯავ, მე მეტყვიან რაღაცა და უფრო ჩამოყალიბებულად მოვდივარ, კი. ხო და ხო, იყო ერთი ესეთი გადაცემაში, ვაბანკი იყო ესეთი გადაცემა. ჩემოდნებით ფული რო იღებო. ესე кейსებით იდგნენ თუ რაღაცა და მეც მივიღე მონაწილეობა. 50000 თუ რაღაცა მოეგოთ ადამიანებს რა და მე რახან არა ადამიანი ვარ ვერ მოვიგე და ადამიანები იგებდნენ. ხო, ჭკვიანი ადამიანები. შენ არა ადამიანი ხარ. ესე რახან მოიგე? ხო და მოკლედ ესე და არ გეტყვი რამდენი მოვიგე? ხო, არა მე ხო 14000 ადამიანმა 5 ლარი მე მახსოვს რუსთავის დირექტორმა დამიბარა. რა გვიქენი ეს? ხო, ალბათ ხო მეც მინდოდა ალბათ. კიდევ თავი სახლის რემონტი. რა კარგია. მერტმა მოგცეს. ცხოვრებას პირველად მოვიგე. ხო, ძალიან კაი ხარია, ვიცინე ბევრი. ხო, იცინე ბევრი. კი. ხო, და მე ვიტირე. თორე წავაგე. ხო და მოკლედ ეს წინაპირობა არის, რომ რა თქმა უნდა, მაშინ ბატონ ლევანთან ცხოვრობდით სახლში მთელი ჩვენი ოჯახი და ცხადია ხა ოჯახში ჭოლასთან და მანანასთან ვიტყოდი ამ ამბავს რომ ხვალ ვაბანკში მივდივარ ამ გადაცემაში უნდა მივიღო ვაიმეო რა კარგიაო მანანა აინთო ვაიმე რა ბედნიერებაო იქნებაო რაღაცაო 1-2 კაპიკიო რაღაცაო და რა კარგიაო რაღაცა შეგეშველებაო რა ხო და ხო თქო ესე რაღაცა და შენ უნდა წამომყვებეთქი როგორც იქ ხომ მიყავდათ ვიღაცები მეგობრები და ნანკა კალატოსში და მანანა კაზაკოვა წამოვყვნენ და წამოვიდნენ და ისა ოღონდ მოიცადეო ერთი წუთი ახლა სიხარული ჩაჩქმალა უცებ მოდიო რაო ნაიო ისაო რა ქვია ჩვენ მამაოს დაურეკეო რაო მამაოს დაურეკეო და მამაო მერეო დაგლოცავსო ხო და არამეთქი კაცო მამაოს როგორ 19 ახლა გადაცემაში მივდივარ და ხო ფულის მოსაგებად რაღაცა ცოტა მერიდება მეთქი მამაოს რაღაცა არა კაცო არაუშავსო დაგლოცავსო მამაო რატო ესეო არ არის სირცხვილიო და ნუგცხვენიაო ეგეთ რაღაცა და კარგი მეთქი კარგი თქო მანანა დავრეკავ თქო და თან ახლა იქნება და მოვიგო კაცო რაღაცა და ავკრიფე ნუ მამა ალექსანდრე ესე მიწერია და ავკრიფა მამა ალექსანდრე და ისა და დამლოცეთ მამაო ხო მე მივდივარ ხვალ გადაცემაში ვაბანკში და დამლოცეთ ახლა თქვა ფული მოვიგო თქო ეს არ მithქვა მაგრამ ხო ნუ აი თქვენ რომ დამლოცოთ თქო რა ესე დამლოცოთ უცებ ესე სად მიდიხარო აუ ჩემიო სადი მაგათ მოუდედით მაგათ შეილეო აბა რა უნდა ქნაო ვიდეო ბიჭო მაგათ არ
მე უცებ ესე აი მე არ არის მამაო მიდე უზე ასე ხო მამა ის აგძელებ მაგაჭა მაგათი ასე ანუ კარგით მამაო დამშვიდით ხო აღარ წავალ ალბათ არ უნდა წავიდე რახან ესეთი ნიშანია ნიშანს მანძილე არა მიდი მაგათე დედა ანა მაგათა ესე და კარგით მეთქი დამშვიდით მამაო დამშვიდით კარგად ბრძანდ გული მაგახერხვა მამაო რა დღეში ჩავაგდერო ასე დედა ბუჭიანად აგინა ყველას ხო მანანა მე ვთხარი მანანა მამაო იგინებოდა არ გაჩერდა მამაო ისე იგინებოდა შეცბა ახლა მანანა ვერ დაუშვა რო ისე დახედე ერთიო კაცო ვიცით ერთ ჩავხედე ხო ნამდვილად მამაო გადავშალე ესე და ესე მამა ალექსანდრე ხო არის მანქანა ალეკო ხადავში ანუ მამა როიქო იქა ხო ეს ნერვიულობის ნიადაგზე სადრეკავდი კაცო თურმე ხადავშიგდან დამიდეკია იგინება იქ და მანანა არ ყოფილა ჩვენი მამაო არ იგინება მე ვთხარი თურმე ხადავშიგი ყოფილა უი რა დებილი ხარ რატო დარეკე ხო და ნუ მოკლედ ესე გადავჭით და ჩვენი მამაო ნამდვილად არ იგინებოდა და არ იგინება. კაი. ხო, მეც მივხვდი რომ რაღაცა იქნებოდა ისტორია. აი, რაღაც ამერი ხოცი ღელვის დროს სადრეკავდი მე თვითონ არ ვიცოდი და მოკლედ განერვიულებული აი ესე დავრეკე ხადავში. ყველაზე საინტერესოა ხოლმე, როდესაც ტელეფონში გიწერია მხოლოდ სახელით ადამიანი და დიდი ხანი რო იხსენე. არა, ეგ არის აი მთელი ამბავი რომ მარტო სახელით მალხაზი. ჩაგაყიდე მაგრამ ინარი მალხაზი. იცი როგორია? ეგ როგორია იცი მაგალითად ლაპარაკის დროს რომ ჩაიწერე უბრალოდ და გააქვს. იცი რა უნდა კითხო? ეხლა მაგალითად სპექტაკლისას ხო ბევრი ადამიანი დაგიპატიჟია ხო? მაგრამ აი ხა მაგალითად სიტყვაზე ოჯახის წევრი რო ესწრება სპექტაკლს მაგ დროს განსაკუთრებულად ნერვიულობ თუ აი ხო იცი მაინც ოჯახის წევრი მაინც ისეთია რა ხო მაინც გეფიქრება რომ ეხლა ის დარბაზიდან გიყურებს იცი რა ოჯახის წევრსაც გააჩნია თუ ის მოდის იმიტომ რომ იცი რომ შენი ოჯახის წევრები ესე გიყურებენ რაიმე უყარხარ და რა კარგია ყველაფერი კარგია ხო მაშინ ჩვეულებრივად თამაშობ არ ღელავ მაგრამ თუ კრიტიკულები არიან ოჯახის წევრები, მაშინ რა თქმა უნდა ცხადია ღელავ ძალიან, იმიტომ რომ ესა. თუმცა ახლა მოგიხსენებათ ხო, როგორ არა, მაგალითად დედაჩემი, რომელიც მოდიოდა და რაც ცუდად არ უნდა მეთამაშა, რაც ცუდი არ უნდა ყოფილიყავი, იმის შვილი ვიყავი და ბედნიერი იყო სცენაზე მხედრე, შენი ყავი ყველაზე კარგი. შენი ყავი ყველაზე კარგი. ახლა მე ვერავინ ვერ გამომაპარებს, სად ვარ კარგი, სადა ვარ ცუდი, აი ეს დამსდევს ყოველთვის. სარკეში რო ვიყურები, ზუსტად ვიცი რა მიცკერს იქედან. ანუ ვიცი ვერ გამომაპარებ, მაგრამ დედა და და ნუ მოკლედ ხო, ერთი ისტორია იყო ესეთი, პიგმალიონი და გააკეთა ბატონმა ლევანმა მარჯანიშვილის თეატრში, თამაშობდნენ არაჩვეულებრივი მსახიობები, არაჩვეულებრივი ადამიანები, პიროვნებები და მათ შორის ბატონი გივი ბერიკაშვილი და აი ძალიან ბევრი ადამიანი, კარგი, ნიჭიერი მსახიობები თამაშობდნენ და მე და მანანაც თამაშობთ აი ამ სპექტაკლში. და პრემიერა და ვინაიდან და რადგანაც და პრემიერა აი პრემიერებზე ყოველთვის უყვარდა დედას წამოსვლა და მოკლედ რა თქმა უნდა მანანამაც დედა დაპატიჟა და აღმოჩნდნენ ჩვენი მშობლები დედაჩემიც და მანანას დედაც გვერდ და წინა რიგში დავსვით სულ წინ ფაქტიურად იმიტომ რომ მანანას დედა ცოტა სმენის პრობლემა იყო და დედაჩემთან თვალის ხედველობის პრობლემა იყო და ამიტომ ვინაიდან და იმას კარგად უნდა და გაეგო და ამას კარგად დაენახა ამიტომ ერთადაც მაგრამ ერთმანეთს არ იცნობენ ეს ხედან და უყურებენ და მე ვიცი და დაწყნარათა მე მეორე მოქმედებას შემოვდივარ ამ სპექტაკლში და ამიტომ მშვიდათავა რომ იქ წინა რიგში ზის დედაჩემი
მაგრამ ის გვერდით არ ნამდვილად არ ვიცი, არც მანანამ არ იცის, მაგრამ მანანამ რატო დაინახა ეს ყველაფერი, ამასაც გეტყვი და მეორე მოქმედებაში დაიწყო, შემოვქანდი, კიბეები იყო სცენაზე გაკეთებული, ავედი აქედან ბატონი გივი ბერიკაშვილი, აქედან აკაკი ხიდაშელი, გივი ჩუგვაშვილი, ესენი დგანან და მე აქ რაღაცას თამაშობ და მანანა ხედავს ეგეთ სურათს. მე ვთამაშობ, მე ვლაპარაკობ და მე ვერ დავინახავდი და უცებ ბანანა ხედავს ეგეთ რაღაცას, რომ ეს დედაჩემი ზის. ასე. და მე დამინახა, რომ შემოვედი. და ეს არც იცის ვინ არის აქ. და უცებ ეს მუჯლუგუნით. ეს ჩემი შვილია. ხო, მან გამოხედა ეთკინა კაცო ახლა და მედუსიკა ეს ძალიან ნელა მოლაპარაკე, ესეთი ქალბატონია და ესა ამანაც ძალიან არა, მაგრამ ესე მიანიშნა, რომ მეც ვიცი მუჯლუგუნია და ეს კიდე ჩემი. მანანასკენ მიუთითა. და დედაჩემა ესე გახედა. ფაინე შენ ჩემი მანანიკაშვილი ხარ? რაჭელი. შენ გენაცვალე, მე შენი ჭირვე გადაეხია. ვაიმე შენ ჩემი. შენ ოდესშვილი ხარ? შენი ჭირვე მომხედი აქეთ რა კარგები არიან, მანანიკაშვილები. როგორ დავდე? მანანა ცდილობს რომ ეხა მე არ გავფუჭდე და სცენა არ ჩავშალო. მეფარება მაქსიმალურად ამათ, რომ არ დავინახობი აქ. ნუ მოკლედ ამათმა იგი ილაპარაკეს მამაღლა სემეს ერთმანეთი უჯლუგუნებით ეს ჩემი შვილი აბათ უყაი ეს ჩემი და აი ყავა და გაიგო ყველა დარბა სპექტაკლი ამის ჩაშალეს ეს ხალხი გაოგნებული გაშტერებული ამათ უსმენს მე ვიღას ვახსოვარი სცენაზე ვიხარჯები ნუ მოკლედ იყო რაღაცა საოცრება ხო და ნუ აი რომ მოდიან ესე შენი ოჯახის წევრები ხო რა თქმა უნდა ხო ამას არ ცველოდი კაცო როგორ ველოდი ახლა რომ იქ ჩხუბი ატყდებოდა და მე დიდი სიყვარულში გადაიზდებოდა ეს ყველაფერი არა ონისე მოკლედ ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადო მადლობა თქვენ კი ახლა მე დაცლილი მივდივარ ხო და დაცლილი მიდიხარ ვიცი რომ სწრაფად წახვალ დასაძინებლადაც არა დასაძინებლადაც სწრაფად წავალ რომ სწრაფათავა კაცო ხო კი აკედა დასაძინებლად ხაუცი ჩქარა უნდა დავიძინო თავი რამე წამალი გამოსაფხიზებელი წამალი არ შემხდეს და მე გადავყლაპო და რა ვიცი წარმატებები მინდა გისურვო არაჩვეულებრივ ფორმაში ხარ და მინდა მადლობა ბუდმივად სულ ესეთი ენერგიული იყო ცხოვრება მადლობა თქვენ დიდი მადლობა ფასო ტელემაყურებელო ჩვენი განცემის სტუმარი იყო ონისე ონიანი დღესიანი დღეშობით ერთმანეთს შეხვდებით ზუსტად ერთ კვირაში არ გადაახოთ წინ პირველი ხაზი გველოდებათ ვიკა ბუკიასთან ერთად ძალიან დიდი მადლობა გადაცემის სპონსორია ფრანგული პრემიუმ ბრენდის ესტედერმის ხაზი ინტენსივ კანის ინტენსიური დატენიანებისა და სიჯანსაღისთვის ესტედერმი ექსკლუზიურად PSP-ში იპოვე ჩვენი არხი შენი ტელევიზორის პულტზე მაგთი ნომერი 45 სილქნეტი 345 ახალი ქსელები 345 მარტივი 45